გამარჯობა. დღევანდელ გადაცემას ჩვენ მიუძღვნით ჩვენი მძიმე სიტუაციის, ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესების განხილვას. გამოვყოფთ იმას, რაც მნიშვნელოვანია, მე ლევანი და ერეკლე და შემდეგ გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელიც ამას ჩვენთან ერთად განიხილავს. გამარჯობა ლევან. გამარჯობა პატრიცია საზოგადოება, გამარჯობა სოთა ერეკლე, გამარჯობა. კარგით, დავიწყოთ მაშინ პირველი თემით, ჩვენი ქვეყნის გარშემო უნდა ვისაუბროთ, როგორც აღნიშნეთ და მიმდინარე კვირაში, ამდენიმე დღის წინ თეირანში 3+3 ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს აღნიშნული ფორმატის შეხვედრაზე ამჯერადაც არ იყო წარმოდგენილი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის მიზეზად რუსეთის ფაქტორი დაასახელა, როგორც შეხვედრების შემდეგ. უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა საქართველოსთვის 3+3 ფორმატის კარი კვლავაც ღიარჩება, მისთვის გასაგებია ის მიზეზი თუ რის გამოც ქვეყნის ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ 6 ელს შეუერთდეს მისივე თქმით საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ვარაუდოთ, რომ 3+3 სრულყოფილ ფორმატში შეიძლება უახლოეს მომავალში ამოქმედდეს თეირანში ამ ფორმატის შეხვედრის ფარგლებში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, ძირითადი თემა ეს იყო წლევანდელი ღონისძიების. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში 6 მხრივი თანამშრომლობის ინიციატივით 2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანსა და თურქეთის ლიდერები ილჰამ ალიევი და რეჯეპ თაიფ ერდოღანი გამოვიდნენ, მოგვიანებით კი ამ პლატფორმას 3+3 ფორმატი ეწოდა. აქ ძირითადი საკითხი ალბათ კვლავაც ის არის, რომ საქართველოს ამ ფორმატის დასაწყისიდან დღემდე უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს. ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსეთის ფაქტორს ასახელებს ამის მიზეზად. ლევან, შენ რას ფიქრობ, ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, იმიტომ დიდი ხანია ეს გრძელდება და საქართველოს არ იღებს ამაში მონაწილეობას და ეს ერთ-ერთი საუბარი. რას ფიქრობ და იმას, რომ ეს არის შემაძრწუნებელი და ამაზრზენი, იმიტომ რომ რა დავიჯერო, ეხლა აზერბაიჯანელებს და სომხებს ნაკლებად მტრობა აქვთ ერთმანეთში გაჩაღებული, რომ ერთმანეთის გამო ამ ფორმატში არ იყო, მაგრამ აზერბაიჯანელებსაც და სომხებსაც ყოფნით კეთილგონიერება და სტრატეგია და სუვერენიტეტის ხარისხი, რომ ესმოდეთ, რომ ასეთ რეგიონალურ ფორმატში აუცილებელი არის მონაწილეობა და ესენი სანამ ჟოზეფ ბორელისგან ან იმისგან ანტონი თვალპაჭურნა ბლინკენისგან არ მიიღებენ იმას, რა ქვია, მითითებას, ვერ ბედავენ ვერსად მონაწილეობას და ვართ ხო, ან მე რა მინდა გიკითხო, რეგიონალური უნიშნო, ხო, ჩვენი ესე იგი სუვერენიტეტი გაცინერლებით ნაკლებია ვიდრე სომხეთის და აზერბაიჯანის აქედან გამომდინარე სუვერენიტეტი ტვინებში. ეხლა ქაღალდზე ყველას ერთნაირი სუვერენიტეტი გვაქვს, მაგრამ ცხადია, რომ ეხლა საქართველოსთვის ამ 5 ქვეყანასთან ვაჭრობა, კულტურული ურთიერთობები, დიპლომატიური ურთიერთობები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. და მას შეუძლია, რა თქმა უნდა, იქ რაღაც წელიწადში ერთხელ უკეთეს შემთხვევაში რაღაც უმაღლეს დონის შეხვედრები ჩაატაროს, მაგრამ ამზე 3, 4, 5, 6 ხრივი შეხვედრები იმიტომ ტარდება, რომ არის რიგი საკითხებისა, რომლებსაც შენ ვერ მოაგვარებ ერთ-ერთზე. პროექტებისა, ინფრასტრუქტურული, სავაჭრო, საბაჟო, საფრთხოებითი და ასე შემდეგ. ესეთი შეხვედრები, ესეთი შეხვედრები მაგას გულისხმობს, რომ ანუ თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს რაღაც საკითხები და მარტო არ შეგიძლია გადაწყვეტოს. რეგიონალური. ხო. კაცო, რეგიონალური თანამშრომლობა საერთაშორისო დიპლომატიის ტერმინია. ჩვენ ვართ გამოთიშულება, ჩვენ თვალწინ ხდება, ვიღაც გადამთიელები თუ არ მოგცემენ ნებართვას, რომ ვიყოთ ჩვენი რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობაში, ვიმიზეზებთ რაღაც ემას რუსეთს უნდა ელაპარაკო პირველ რიგში, რომ აფხაზეთი და ცხინვალი დაიბრუნოს, სხვა თუ არაფერი, ხო?
და ვართ კასტრირებულები რა, დასაჭურისებულები ჩვენივე მენტალიტეტისაგან. მე ხა გარკვეულწილად დარწმუნებულიც ვარ, რომაც ხა იქ 1-2 დაღრეცილი თითი დაგვიქნიოს ვიღაც დეფექტიურმა ევროკომისარმა, ხო, ეგ არაფერს ჩვენთვის არ შეცვლის. მაგრამ აქ ჩხავანა მატრიარქატის კივილ წივილს უფრთხის, თქვათ, ვიღაც მეოცნებე, გესმის და ამიტომ ქვეყანა არის მოტოვებული ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონალური ფორმატიდან. ხო და ეს რას იგებს ჩვენი ქვეყანა იმითი, რომ იმით რა ქვია, ბოდიში და შარვალ ჩახტილი გადაკოზული ფარჩაკებივით დგას ამათ ხელში ზურგშექცევით თავისი რეგიონის უმნიშვნელოვანესი ფორმატი. ხო, არ გამოურიცხავ რომ ჩვენზეც იყოს საუბარი. რა შეიღებს ჯამაგირს ისა რა ქვია, მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავრობის ერთ-ერთი მიმართულება თუ საგარეო საქმეებში არ მოიაზრება ჩვენი გარშემომტყმელი უახლოესი 5 მეზობელის ფორმატში მონაწილეობა. რა მნიშვნელობა აქვს ახლა იქ წელიწადში ერთხელ ნიუ-იორკში გაეროს ტრიბუნიდან რა სიტყვი აქ თუ არ მუშაობ შენს უახლოეს მეზობლებთან. და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, გავიგე რომ მომიზეზებული არის რუსეთთან ჩვენი ესა რა ქვია არარსებული დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ დავიჯერო ახლა სომხებს და აზერბაიჯანელებს არაფერი არ აქვთ მწარე ერთმანეთში და რატო არ უშლით მათ ეს ხელს? ან თქვა სომხები თუ არიან ნაწყენები რუსებზე, აზერბაიჯანელებს ჩვენი თავი რატო დაჩაგვრინეთო და ყარაბაღი რატო დაგვაკარგვიენთო, ამის მიუხედავად რატო ურთიერთობენ ამ ფორმატში? რას იგებს საქართველო იმითი, რომ თურქებთან, ირანელებთან, რუსებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან არ ურთიერთობს მრავალმხრივ ფორმატში. ამასაც ერთი ვინმემ და როგორ შეესაბამება ეს ჩვენს ოცნებას. ჩვენ ძალიან საინტერესო ექსპერტი გვეყოლება მეორე ნაწილში და ეს თემა უფრო ღრმად გავშალოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და შეიძლება იქ წყდებოდა ჩვენი საკითხები ჩვენი დასწრების გარეშე და ამიტომ მე მაინტერესებს ეს განვიხილოთ ჩვენ სტუმართან ერთად. სტუმართან ერთად უფრო საინტერესო იქნება, მეც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე მგონია რომ თავარი თემა ეს იქნება თუ რა უპირატესობები ექნება იმას თუ საქართველოს ამ ფორმატში ჩაებნება. მაშინ ცოტა უცხოურ ამბებზეც გადავალ. ჩინეთის პრეზიდენტმა სინ ძინპინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ სააგენტო როიტერი ჩინეთის მედიაზე დაყრდნობით იუწყება სინ ძინპინის თქმით ამისთვის აუცილებელია რომ ორივე მხარემ თავი გაართვას იმ განსხვავებებს, რაც მათ შორის არის და ერთად იმუშაონ მსოფლიო გამოწვევებთან გასამკლავებლად. შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და ჩინეთი ურთიერთობების სწორი გზით წარმართვას გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის, ეს უკვე ჩინეთის პრეზიდენტის სიტყვებია, მისივე განმარტებით. საჭიროა უფრო სტაბილური ორმხრივი კავშირები, რომელიც უნდა აშენდეს ურთიერთპატივისცემის მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებზე. მე მგონია რომ ესეც კიდე ერთი მაგალითია რომ ესეთ დაპირისპირებული ქვეყნები როგორც ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მაინც რაღაცა ფორმატში ურთიერთობენ და ურთიერთქმედებენ ხო რაღაც საკითხებში. პრომეტიც არ არის ორი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც ერთმანეთში მეტი ბიზნესი ბრუნვა და სავაჭრო ურთიერთობები ქონდეს ვიდრე ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ორი აზრი არ ეს ყველა მიცის. ამავე დროს არ არის ორი ქვეყანა ასეთი სიმძლავრის თელს დედამიწაზე, რომელსაც არ ქონდეს ძალიან მკაფიო ტერიტორიული პრეტენზიები. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგლოსაქსონების ხელით ოკუპირებული არის მათი აფხაზეთი. ტაივანი არის ჩინელების აფხაზეთი. კი. და წართმეული აქვთ. და ისინი საუბრობენ. ხო, ისინი საუბრობენ იმისთვის, რომ ტაივანი დაიბრუნონ. გასმის? ჰონგ-კონგი ხო დაიბრუნეს უკვე? კი. და ეხლა იბრუნებენ ტაივანს და ეს დაბრუნება ხდება საუბრის რა ჩინეთზე მეტი კუნთები გვაქვს ჩვენ თუ სამხედრო ძლევამოსილება თუ რა საერთოდ რა მაგრამ ჩინელებს არ მიაჩნიათ თავის ღირსებაზე დაბალი რომ თავიანთ ოკუპანტებს რომლებიც ამ შემთხვევაში არიან ანგლოსაქსები
100 წლის განმავლობაში აქვთ დაახლოებით ქონდათ ოკუპირებული ჰონკონგი, დაიბრუნეს და ახლა ტაივანი. და იბრუნებენ. როგორ იბრუნებენ? მარტო იმითი, ვიღაც ბიძიებთან სირბილით დაჩაგრულები ვართ და ეს აბა მე და ტრიფონას ვინ მოგვერევაო? თუ პირდაპირ სავაჭრო, დიპლომატიური და სხვა ურთიერთობებით. აგერ ძმაო ხო ვიძახით რომ ჩინეთთან გვინდა ურთიერთობები დავამყაროთ და რაღაცა ვისწავლოთ. მათგან ვისწავლოთ. როგორ უნდა იმუშაო ოკუპანტთან, იმიტომ რომ ამერიკა არის ტაივანის ოკუპანტი. ამერიკა და დიდი ბრიტანეთი დე ფაქტო არის ტაივანის ოკუპანტი. ჩვენგან განსხვავებით მე მგონი ჩვენგან განსხვავებით ამერიკა ცნობს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ხო? ანუ თითქოს ეგეც რაღაცა ნონსენსია, ხო? ხო, აი შეხედე, თქვათ, რა ამბავი მოყვა ნენსი პელოსის ჩასვლას. ხო, ტაივანში, რა ქვია, ტაივანში გახსოვს, ხო? კი, როგორ რა რეაქცია მიცეს მათ ამაზე, ხო და კიდევ ერთი მაგალითი რა, იმ სამსხვილოს სამი ფორმატის არ იყოს. რა სირაქლემას პოზაში ვდგავართ 30 წელია და ეს არის კასტრირებული პატრიარქატის გათავხედებული უმამაკაცო ქალების ჩხავილის რაღაც ფემინისტურ woke LGBTQ+ რაღაც ჯანდაბა იდეოლოგიის დიქტატი საქართველოში, რომლისგანაც ჩვენ უნდა გამთავისუფლდეთ. საღ გონებას საერთოდ სქესი არ აქვს, მე იმედი მაქვს რა, მაგრამ პატრიარქალური ტრადიციონალისტური აზროვნება უნდა დაბრუნდეს და თავის ადგილას დააბრუნოს ეს თავგასული ქალს დამგვანებული კაცები და კაცს დამგვანებული ქალები და დაამორჩილოს ყველაფერი რაც ხდება არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც საღგონებას. ხო, რაციონალურად. აი ამ რაღაც ტოქსიკურ იდეოლოგიას, რომელმაც გაგწყვიტა უკვე და წაგვართვა ტერიტორიები და ამოგხოცა და გვაქცია იმად, რა ქვია, უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზის მომსახურე პერსონალზე მეოცნებე რაღაც ჩუკენ საზოგადოებად. გვინდა გადავრჩეთ, უნდა გაიწიხლოს ეს ყველაფერი და დაბრუნდეს რაციონალისტური აზროვნება. გვინდა რაღაც ლოზუნგი და გვინდა რაღაც ლოზუნგებს გადავყვეთ, ნუ მე გარმინდა და უმეტესობას ჩვენი ხალხისა ეს არ უნდა და ამიტომ მეოცნებეობა უნდა ჩანაცვლდეს რეალიზმით. ესე იგი მოსკოვმა ვაშინგტონისგან სტრატეგიული სტაბილურობისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ დიალოგის განახლების წინადადება მიიღო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, შეერთებული შტატები გვთავაზობს სისტემატიურ რეჟიმში დიალოგს სტრატეგიული სტაბილურობისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ და თან ამის გაკეთებას იმ ყველაფრისგან დამოუკიდებლად რაც ხდება, ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ეს უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს განცხადებაა. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ წინადადებები წერილობით გაკეთდა, თუმცა არაფორმალური სახით და ახლა მათი ანალიზი უკვე უწყებათა შორის ფორმატში მიმდინარეობს. რიაბკოვის განცხადებით, სტრატეგიულ სტაბილურობაზე, მათ შორის სტრატეგიულ შეტევით იარაღზე და სხვა საკითხებზე დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის მიმართ ფუნდამენტური მტრული კურსის შესვლის გარეშე. ლევან, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმითი, რომ გუშინ წინ ჩატარდა ესე იგი გამოცდითი იარაღი, ბალისტიკური, ესე იგი სტრატეგიული იარაღის გამოცდა რუსეთში და იმ წუთასვე, ესე იგი ესე წინადადება შემოვიდა შეერთებული შტატებიდან, ხო? შეიძლება მაგითი იყოს განპირობებული. შეიძლება კი ეგრეა, მაგრამ უფრო მეტიც. ნუ ჯერთი მოდი ჩავაბათ ამ ვაგონების რიგში ეს მატარებელი და ვთქვათ, რომ წინა ორი ნიუზიც ამის შესახებ იყო, ყველასთან ითხოვს დიალოგს. ხო. 3+3 ფორმატი, ჩინელები, ამერიკელები, ამ შემთხვევაში ამერიკელები თხოვენ რუსებს დიალოგს, ხო? და ეხლა რუსები რაზე უნევიან უარს. იმიტომ კი არა, რომ ეს რა ქვია გიჟის კვითები არიან, რომლებსაც ომის მეტი არაფერი არ უნდათ. ამ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღებების და კონტროლის სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან რიგრიგობით
ნულოვანი წლებიდან მოყოლებული გამოდიოდნენ ამერიკელები. ეს იყო შეთანხმებები საერთაშორისო, ეხლა ძალიან ვარ დავღალოთ მაყურებელი, რომლიდანაც რიგრიგობით გათავხედებული ამერიკელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ აღარ გვჭირდება ორმხრივი ხელშეკრულებები რუსეთთან, რუსეთი დავაჩოქეთ და რომელი ხელშეკრულებიდანაც გვინდა, ვთქვათ, პერესტროიკის დროს გორბაჩოვთან რეიგანს შორის შედგენილი ჩვენით გამოვალთ და ზედიზედ ეხა არ ჩამოვყვები რომელ წელს რომელი ერთი დრო არც მახსოვს და არ ვარ მაგის სპეციალისტი ამერიკელები თვითონ გამოდიოდნენ ამ ხელშეკრულებებიდან ცალმხრივად და რუსები ამაზე შფოთდებოდნენ იძახდნენ ნუშვებით ამას დაიშლება ბალანსი იმის რა ქვია შეიარაღებათა კონტროლის რას აკეთებთ და მერე, როდესაც რუსები თავის მხრივ გამოვიდნენ, უკვე რიგი ხელშეკრულებებიდან, რომლებიდანაც ამერიკელები ისეაც გამოსულები იყვნენ და არ გინდათ განვაახლოთ ისა რა ქვია, შეერაღებათა გონკა ვარუჟენი, რასაც ქვია რა, arms race, ხო? კი ბატონო, მოდით, ჩვენს ჯანზე მოვედით და ცირკია რომ ეხლა ამათმა ეს რო გააკეთეს, ხო? და წარმატებული ექსპერიმენტები ჩაატარეს, ამერიკელები მოbrunდნენ და მოდით გველაპარაკეთო და ესენი ეუბნებიან, რაზე გელაპარაკოთ თუ იმას რა ქვია. თქვენთან გამოხვედით. ჩვენს ხო, ჯერ ერთი და მეორე ჩვენ მოძმე ერში გამოახდინეთ გადატრიალება, ესა რა ქვია, დაგვიბომბეთ ის რეგიონები, უკრაინის სადაც რუსები ცხოვრობდნენ და გვაიძულეთ დაგვეწყო საომარი მოქმედებები და მთელი ნატოს შეიარაღებით ცდილობთ ჩვენს დაშლას და რატო გელაპარაკოთ შევცვალოთ ეს და კი ბატონო დავსვდეთ თავიდან და თუ გინდათ აღიდგინეთ ჩვენი ნდობა მაგრამ ეს მოთხოვნა რომ მოდით ვილაპარაკოთ ხო არ არის კეთილინების მოთხოვნა ეს არის რომ კაი მოდი აბრა დავილაპარაკოთ ესენი ეუბნებიან ამას არ გეუნეოდით ამდენი წელი რაზე დავილაპარაკოთ თუ თქვენ ჩვენ გვეომებით მაგრამ საინტერესოა ის რომ ყველა ამ ნიუზში რომელსაც გამოვიხილავთ აი თითქოს მიეწყო ესე რა ყველგან ფიგურირებს ერთი და იგივე საჭიროა დიალოგი ამ მოტივით თუ იმ მოტივით ეს ყველას ესმის გარდა ქართული ლიბერალიზმისა ქართულ ლიბერალიზმს მიაჩნია რომ შესაძლებელია რომ რუსეთის ადგილას იყოს ზღვა გესმის აი ეს გეოგრაფიული მარაზმი ორი ერთი რომ საქართველოს რაღაც შევა და აღარ იქნება ის სადაც არის და მეორე ის რომ სოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა რომელიც ჩვენ ჩრდილოეთიდან გვესაზღვრება აღარ არსებობს თუ ჩვენ მას სირაქლემას პოზაში ჩაუდგებით ან ჩარვალ გადაკუზულები ხო და მე მგონი მზად მოვიდა დრო რომ ეს ჩარვალ გადაკუზული არის არა მარტო ეს გირჩის ნარკობარიგები რომლებიც უზით იმაში რა ქვია ახლა პარლამენტში არამედ ქართული ოცნება არის შარვალ ჩახდილი და გადაკუზული. ამიტომ ეს უნდა დამთავრდეს, ეს უნდა გაიხვეტოს, სანამ ქვეყანას რაღაც უბედურება მორიგი არ დამართეს ამ მეოცნებეები. არ გაგიკვირდებათ და კლავაც მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე. და ცირკი ბოდიში ერეკლე რა არის, იცი? ბოდიში ცირკი რა არის, იცი? იტყვიან ნულაპარაკობ ისა, მკვახეთო ან ცოტა რბილათი. როგორ რბილად მე ხო შარვალ გადაკუზულობა ჩემი მოგონილი არ არის, რაც ტელევიზიაში ჩვენი თვალებით კადრში ვნახეთ, იმას ვიძახი. და მაგას ვხედავთ ეხლაც და როცა შენ რა არის ლიბერალიზმის ერთ-ერთი ისა ჯანდაბა რა როცა შენ რაღაცას თავის სახელს ეძახე თქვა მამათმავალს ეძახი მამათმავალს წინს ბიჭო შარვალ გადაკუზულს ეძახი შარვალ გადაკუზულს წინს მეოცნებეს აი ფუღურო აფერის ეძახი მეოცნებე ფუღურო აფერის და წინს და ბიჭო აბა რა ვქნა მე როგორც ბავშვობაში ეგრე მასწავლდნენ რასაც ხედავ თქვი გესმის? თუ გინდა რომ კონდეს რაციო, კონდეს ვერტიკალი, კონდეს იდეალიზმი და მატერია ემორჩილებოდეს გონს. ანუ იდეალიზმს. თუ გინდა რომ მატერიამ დაიმორჩილოს მაგამ ბავშვი. ხო და თუ გინდა რომ ეხა მატერიამ უტვინო მატერიამ დაიმორჩილოს თავის ხუშტურებზე აყოლილმა გონება, ხო? ნუ ეგ არის სურეალიზმი, ეგ არის პოსტმოდერნი, ეგ არის ნგრევა, ეგ არის ენტროპია, ეგ არის დეგრადაცია რა სიტყვაზე, ეგ არის განადგურება, მოდი ქართულად თქვათ რა. ხო და ამიტომ სანამ თქვენ გაგვანადგურებთ, მე მგონი გასახვეტები ხართ რა. მეოცნებების თამადობით, ქართული პოლიტიკიდან.
რასაუნდი ერეკლე? ნუ არაფერი შემდეგი სიახლე ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ეხება უკვე ამ შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა კაიროში ის ეგვიპტელ კოლეგა აბდულ ფათაჰ ალ-სისისთან ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. ამას ვამბობდი, რომ აქაც იგივე თემატიკაა. შეგახსენებთ, რომ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს უკვე შეხვდა. საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ არაფერი არსად არ ამართლებს ტერორისტულ ძალადობას დაგმო 7 ოქტომბრის თავდასხმები ისრაელზე და გაიმეორა საფრანგეთის პოზიცია ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობის აუცილებლობის შესახებ, როგორც BBC აღნიშნავს, ემანუელ მაკრონი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელმაც ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ აბასთან შეხვედრა დასავლეთ სანაპიროზე გამართა. ანუ მანდაც მოლაპარაკებების აუცილებლობა ჩანს, ხო? კი ბატონო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიახლის საკითხს დავიწყებდი და აქ მნიშვნელოვანია, რომ აქ ნათქვამია ორ სახელმწიფოზე, რომელსაც ისრაელი არ ცნობს, მაგალითად, რომ ის არ ცნობს, რომ არსებობს, თქვათ, პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ცნო 93-მა ქვეყანა გაეროს წევრმა, ხო? მათ შორის ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად აქაც გაურკვეველი. რო შეხვალ ვიკიპედიაში შენახავ, რომ საქართველოს ცნო პალესტინის დამოუკიდებლობა. და ამ დროს მე მახსოვს დეკლარაცია საქართველოსი, რომ მან საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ანუ აქაც ერთგვარად ესე ქვეშიდან გამოსვლის პოლიტიკა არის ნათლად საქართველოში ის პოზიციას ვერ აფიქსირებს ვერანაირ მნიშვნელოვან საკითხზე. იმიტომ რომ ჩემი აზრით საქართველო არ არის სუვერენული სახელმწიფო. ეს იკვეთება ყველა კაცო პალესტინაზე კი არა. აი როცა საქმე გვაქვს, ან მინდა ეხა პირადად ვიღაცას ისე თავს დავესხა, შეურაცხყოფა მივაყენო, ძალიან მინდა დავამტკვიდროთ მაღალი პოლიტიკური სტანდარტი ზრდილი, წესიერი, მაგრამ როცა საქმე გვაქვს პათოლოგიურ სიმხდალესთან, გესმის? ეს გადადის მთელ ქვეყანაზე. პალესტინა კი არა. Eman, ჩემმა მეგობარმა სერგეი გრიშენკომ, რომელიც არის უკრაინული წარმოშობის მესაქმე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს, სინამდვილეში კვიპროსზე ცხოვრობს, რა მნიშვნელობა აქვს. მითხრა დამირეკა და მითხრა, რომ ლევანო მორწმუნე კაცია, მართლმადიდებელი და ძალიან ვლოცულობოდა თაყვანს ცემო მამა გაბრიელ ურგებაძეში. და ну იცი შენ ხო რომ ალბათ მამა გაბრიელი ხა რუსეთში ყველაზე საყვარელი ქართველი წმინდანი გახდა ბოლო თქვათ განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ხო და ეს ესეთი მეცენატი კაცია და მინდაო რომ მე საქმნაო რა ფილმი გადავიღო მამა გაბრიელზე. მხატვრულია, თუკი დოკუმენტური კი არა, იმიტომ რომ მხატვრული დოკუმენტურია, სერიალია, მე მინდა რომ მხატვრული ფილმი გადავიღო და ხო ვერ დამეხმარებ. მე ვთქარ ჩემი თავი გენაცვალოს მაგაზე კაი რა უნდა გააკეთო მეთქი. ხო და ერთ-ერთი ცნობილი არაჩვეულებრივი მართლმადიდებელი რეჟისორი სერგეი დოვჟენკო ეგეც უკრაინელი წარმოშობით დაპატიჟა ესე იგი შეეკრეს ტრუპა ანუ ჯგუფი აპარატურა ვიდეო კამერები და სიხარული ძარზე იმით წამოვიდნენ რომ თან ილოცონ საქართველოში და თან თაყვანიცენ მამა გაბრიელს და გადაიღონ ფილმი გესმის შენ და უბრალოდ არ მითხრეს კი გავაფრთხილებდი ალბათ მივხვდებოდი რაც მოხდებოდა და ჩამოვიდნენ ვლადიკავკაზში და მოადგენ საზღვარს იმაში რა ქვია დარიალში და არ შემოუშვეს ჩვენმა მესაზღვრეებს ვენაცვალე ჩვენ მესაზღვრეებს მაგათმა რა აქნან ეხა რასაც ეტყვიან პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმას იმიტომ რომ თქვენ რახან ვიდეო კამერები გაქვთო თქვენო შპიონები ხართო მამის გვეშინიაო და გააბუნძულეს ეს ამხელა პროექტი უკან გესმის საქართველოს რუსეთში პოპულარიზაციის რუსეთში არა მთელ მსოფლიოში სამართლმადიდებლოში პოპულარიზაციის პროექტი ჩაშალეს რატო რომ ვიღაცა ჩხავანა იმან რა ქვია ფემინისტკამ
აკმნილებამ არ იკივლოს ქუჩაში, გესმის? და ბიჭო, მეცინებოდა ისა შპიონები რო იყო, რა თბილისში ვერ იქარავებენ კამერას, რომ რას უნდა გადაიღო. რას უნდა გადაუღო ამ ხელა კამერით, თქვათ, ისა რა ქვია, საიდუმლოს, ან ამ ხელა კოპტერით. ხო? გესმის? და ესე იგი, მთელი დღე იყო გამიშვი გამატარე, აბა რეკავდი, აბა ვიჭებო, შემოუშვით ფილმის, აპაპაპა, შიში როგორი, იცი? აი, პანიკური, ვაიმე, რამე არ მოხდეს, ისა რაღაც არ დაგბრალდეს, ეს საწყალი ბიჭები, ეს ანგელოზივით ჩვენი ლომები, ეს მესაზღვრები, მაგათ ვინ ეკითხება რამას, გესმის? ზეიდან უთხრეს. გესმის? ეხლა ამ რა გააკეთოს. და გაუშვეს უკან ბიჭო. და ეს არ არის ხოჭოს პირველი შემთხვევა ეგეთი რა და შენ გინდა რომ პალესტინაზე გქონდეს მკაფიო პოზიცია, როცა იდეოლოგია მართველს არ აქვს, როცა მართველი იმალება და ამბობს კუკუ მე არა ვარ თქვენი მართველი, გესმის? და მისი დაყენებული ტიპები შესაძლოა დამფრთხალები არიან, დაბნეულები არიან, ხო? ქვეყანა არის უღუზოთ, უიალქნოთ, უსაჭეროთ. გასმის? იმიტომ რომ არის მიმართული იმაზე რომ ნუ იქნება ოღონდ ბუნტი ჩვენ მართვალს ოღონდ მორიგი რაღაცა ფული არ წაართვან არ დაუბლოკონ რა და როგორ ბიჭო დაგვანებეთ თავი რა შენს დაისვენებ და ქვეყანაც რა იმიტომ რომ მე შენ გეუბნები რომ ეხლა თითქოს რა მნიშვნელობა ეხლა გსნობს საქართველოს პალესტინას თუ არა მაგრამ გაუგებარი საგარეო პოლიტიკა კასტრირებული საერთოდ იმპოტენტიური რა აი საერთოდ რა იმპოტენტური რომ ვერ ამბობს რა უნდა გესმის მავნებელია ქვეყნისთვის იმიტომ რომ ყველა აწმინდავს ზეთ ფეხებს ისიც მავნებელი იყო ის მანიაკალური ეს აგრესიული რასაც მიბრძანებენ ნეოკონები იმას შევასრულებ ვისაც გინდა იმას შევაკლავ ჩვენ ლომ ბიჭებს და მეომრებს ოღონდ მე ისა და ჩემმა ბარიგა თავდაცვის მინისტრმა მაყუთი მოვიპაროთ ომზე გესმის მაგრამ შენ თუ სახელმწიფო ხარ ბიჭო რო ეჯიჭყინები აქედან ნუ მიფინანსებს კეზერაშვილი ტელევიზიას დახურე ბიძია ის ტელევიზია შენ თუ კაცი ხარ ჩამოაყვანიე იმაში ტომარაში ის კეზერაშვილი ლონდონიდან თუ სადაც არის ან სპეცსამსახურების ძალით ან იმის ძალით რა ადეიშვილი ვინც არიან რა მაინდა-მაინც ყველა არაჟნის კონტეინერებში უნდა დაბრუნდნენ თავიანთინებით არაჯანა დარკივი როდემდე ველოდოთ ახლა ხო ან თქვი რომ ხარ მათი ისა ძმაკაცი რომელიც მათ აფინანსებდი და მე რაღაცაში გაგეურჩენ და ისა დაუჯოკრე გესმის და ხალხი ვინც შენ აგირჩია გადააგდე ან დასაჯე ხალხი რა სანამ რაღაცა უბედურება არ დამართე ამ ქვეყანას მაგარი ბრძენი რაშია მაგარი ბრძენი პოლიტიკა განახევრდა ქვეყანა და გაღატაკდა აი შემდეგ სიახლესაც შეეხება აქაც ერთმანეთში საუბრობენ და როგორც თქვით და აღნიშნეთ წეღან ამ შემთხვევაში რუსეთი და თურქეთი პოზიციებს ღიად აფიქსირებენ ამ შემთხვევაში ღაზის სექტორში მომხდართან დაკავშირებით კრემლი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოგანს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საუბრისას პუტინმა და ერდოგანმა ახლო აღმოსავლეთში მწვავე კრიზისი განიხილეს პრეზიდენტებმა რა თქმა უნდა ხაზგასმით აღნიშნეს რომ საცხოვრებელ უბნებსა და რელიგიურ დაწესებულებებზე დარტყმა მიუღებელია და რაც თავარია საუბრისას აღინიშნა რომ რუსეთსა და თურქეთს პრაქტიკულად ერთნაირი პოზიციები აქვთ რომლებიც ისრაელთან მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში დამოუკიდებელი პალესტინის შექმნას ითვალისწინებს ლევან მე-19 საუკუნეში ხო ზანე მე ერთი რაღაცა მინდა აი ამასთან დაკავშირებით თქვა რომ ეხა კიდე ერთი რამ მოხდა დღეს გამოაცხადეს ყოველ შემთხვევაში რომ ეს გადაიდო თითქოს ესე იგი სახმელეთო ოპერაცია გუშინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ისრაელის და თქვა რომ ნუ გაურკვეველი დროით არ ჯერჯერობით გადადებული ეს სახმელეთო ოპერაცია ისრაელში ამ გაზა სექტორში რა და მას წინ უსწრებდა ის განცხადება, როდესაც თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რაღაც ორმაგ იმასთან აქვს თამაშთან საქმე, თან მოუწოდებს რომ დასაჯოს ხამასი, მაგრამ დასაჯოს ისე რომ არავინ არ დაშავდეს. ეს ესეთი
ესეთ ტერიტორიაზე როგორც ღაზა არის თითქმის შეუძლებელი, ხო? თუ სახმელეთო ოპერაცია არ ჩატარდა, თქვათ, ხო და გამოხშირვა არ მოხდა ამის გაყოფა, სეგრეგაცია, ხო, ამ ხამაზის და ჩვეულებრივი მოსახლეობის და თან უნდა დასაჯოს და თან არ უნდა დასაჯოს. აი ეს ძალიან რთული გარემოება არის. მაგას დაუბრუნდები, მაგაზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ამერიკაში ბევრი რაღაც შეიცვალა და გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ჯერ მინდა რუსეთ-თურქეთის თემაზე მივცე რეაქცია, რომელიც ერაკლემ წამოწია. მე 19 საუკუნეში რუსეთ-თურქეთს შორის იყო 11 ომი. იქიდან 4 დიდი და თუ არ ვცდები 7 მომცრო. ხო? 13 მე მგონი. რად გვინდა? ხო, თურქეთი არის ნატოს წევრი. კი. და ყველაზე დიდი არმია ყავს ნატოში, ამერიკელებზე დიდი არმია ყავს თურქებს ახლა ნატოში. ნატოს ქვეყნებიდან. ამის ხო, მე-19 საუკუნე რად გვინდა, კაცო, აგერ პილოტი ჩამოუგდეს თურქებმა რუსებს და მოუკლეს და მერე ჩვენ თვალწინ მოკლეს რუსეთის ელჩი თურქეთში. კაცი მიკროფონთან იდგა, ეს კარლოვი, მშვენიერი ინტელიგენტი კაცი და ზურგში თურქმა ნაციონალისტმა დაახალა ერთი მჭიდი პისტოლეტი და მოკლა ჩვენს თვალწინ. ხო? ამის მიუხედავად რუსები და თურქები სუდიალოგში არიან და როდესაც პრეზიდენტ ერდოღანს კვლელობას უპირებდნენ სამხედრო გადატრიალების გზით, სწორედ რუსულმა სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს ერდოღანი და ეს საერთაშორისო დაღიარებული ფაქტია, რომ მაგათმა გადაარჩინეს ერდოღანი სამხედრო ფეითჰოლა გიულენის თაოსნობით სამხედრო გადატრიალებას და ერდოღანის კვლელობას. აი მაგალითი დიპლომატიის და ურთიერთობების მნიშვნელობისა, რაც არ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის. ანუ ყველაზე უფრო მავნებელი შენივე თავისთვის, შენივე ქვეყნისთვის არის ვიღაცასთან არ ლაპარაკი. აი მაგალითად შენ მე რაღაცა წამართვი და მე შენ გაგებუტე და შარვალი ჩავიხადე და გადავიკუზე. არა ვარ იდიოტი. და თუ ვარ იდიოტი, აბა რა ვართ ხა ჩვენ როგორც საზოგადოება, რომელიც გუობთ აი ამ პოზას. ამიტომ რა თქმა უნდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებიც არის, აი ეს ქრესტომატიული სამაგალითო სახელმწიფო ციგნი საერთაშორისო პოლიტიკის უმძიმესი ასავალ-დასავალის. ეხლა რაც ეხება ამერიკის პრეზიდენტის ორმაგ პოზიციას. გამოვიდა ბოლო კვლევები სოციოლოგიური, რომელმაც აჩვენა, რომ დაახლოებით 80%-მდე ჯოზეფ ბაიდენის სამომრჩევლო ბაზისა, ანუ დემოკრატიული პარტიის ხმის მიმცემები, არიან პროპალესტინურები, იმიტომ რომ ეს ძველი ამბავია, ეს ცნობილია, ლიბერალური, მემარცხენე, მარქსისტული ყაიდის მთელი ინტელექტუალური ელიტა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან დაწყებული პრინსტონამდე მოყოლებული არის პროპალესტინური. ეს პარადოქსია. ლიბერალიზმის შიდა გახლეჩილობის და შინაგანი წინააღმდეგობრიობის, იმიტომ რომ ის არ არის იდეალისტური იდეოლოგია, უკაცრავად ტავტოლოგიისათვის და ის თავის თავსვე ებრძვის. და გამოვიდა და დაიდო რა, რომ ეხლა ესე იგი აშკარაა, რომ დემოკრატების სამომრჩევლო ბაზა არის წინააღმდეგი ღაზაში სახმელეთო ოპერაციისა. ბაიდენი გაეჭხირა 2 წელს შუა, იმიტომ რომ ერთის მხრივ მას უნდოდა რომ ამ ომის მეშვეობით გამხდარიყო ომის დროის პრეზიდენტი და ამით გაემარჯვა ტრამპის წინააღმდეგ, რასაც უბრალოდ შანსი არ აქვს რომ მოუგოს, გესმის? და ამიტომ გვაქვს საქმე ამ გამწვავებასთან ახლო აღმოსავლეთში და უცებ ეხლა გამოვიდა და დაიდო მაგიდაზე ის, რასაც ჩვენ აქამდეც ვიძახდით და ისეაც ვიცოდით. ჩვენ ვინ კონსერვატორები, ვინც ვაზროვნებთ და რაღაცა გაგვეგება, რომ თვითონ მაგათში ბოლო 30 წლის განმავლობაში ვინ არის ამერიკაში ანტი-ისრაელი და პრო-პალესტინური, ხო ვერ მეტყვი? დემოკრატები, ლიბერალები. რესპუბლიკელები არიან პრო-ისრაელი და და ეხლა არიან გაჩხერილები რაღაც ეხლა ეს მორიგი ჩანგალია, მორიგი გზაგასაყარია უბრალოდ, რომელშიც რაქნან არიციანი, საგარეო ვალის არ იყოს და BLM-ის და შიდა ლიბერალური LGBT იდიოტური მარაზმის და ასე შემდეგ რა. ქალთა უფლებებს იცავდნენ და იქამდე მივიდნენ, რომ ნებისმიერ ბოქსიორს შეუძლია თქვას, რომ მე ქალი ვარო და შევიდეს და ქალს დაუნგრიოს თავყბა. გესმის?
და გაეჭხირენ, ანუ ყველა მიმართულებით ჩიხში არიან და ეხლა ახლო აღმოსავლეთშიც იგივე ხდება. ამერიკას საგარეო პოლიტიკაში ეხლა აქვს პატური პოზიცია. ყავს მუმიის მაგვარი დემოკრატი პრეზიდენტი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს რომ აერჩიონ ტრამპის წინააღმდეგ. უნდოდა გამხდარიყო ომის პრეზიდენტი და გააკეთა დადო ფსონი იმ თემაზე საგარეო პოლიტიკოზე, რომლის შიგნითაც მარქსისტული, ლიბერალური, დემოკრატიული მოძრაობები ბოლო 30 წლის განმავლობაში ავითარებდნენ პროპალესტინურ პოზიციებს. ამიტომ მე არაფერი არ მიკვირს, იმიტომ რომ რამდენი ხანია ყველაფერი ვიცი, მაგრამ შავ დღეში არიან და საწავიდან არ იციან. კაი, ლევან, ჩვენ დავასრულოთ ამითი ეს მოკლე განხილვა და დავპატიჟოთ ჩვენი სტუმარი, ბატონი ვასილ კაპანაძე, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში და მასთან უფრო კარგად გავშვით. მე მგონი ეს თემები ისე არის გადაბმული ერთმანეთთან, რომ შეგვიძლია ფაქტურად ვთქვათ, რომ ამაზე ყველაფერზე შეგვიძლია ჩვენ საუბარი და უფრო გამოკვეთა იმ პრიორიტეტების, რაც ჩვენთვის არის. ჩვენ ყველაფერი უნდა განვიხილოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციიდან და ჩვენ რა გამოგვადგება და როგორ უნდა მოვიქცეთ და ეს მაინტერესებს ბატონი ვასილისგანაც და შენც ჩაერთობი მეც და მადლობა უთხრათ ერეკლეს და დავიწყოთ მეორე ნაწილი გადაცემის. ერეკლე გმადლობთ შეხვედრამდე. შეხვედრამდე. აი დავბრუნდით ისევ ეთერში ჩვენ სტუმართან ერთად, ბატონო ვასილ კაპანაძესთან ერთად, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ამ საკითხებში, რაც ეხება თქვათ ამ ჩვენ პირველ საკითხს, ხო? გამარჯობათ ბატონო ვასო. და დავიწყოთ აი ამ 3+3 ფორმატიდან და რა შეხედულება გაქვთ თქვენ და ლევანის ჩაერთობა ამ ამბავში და ლევან მოგესალმებით შოთა ლევან, სასიამოვნოა თქვენს ეთერში ყოფნა. რაც შეეხება რახან ვიწყებთ ჩვენ 3+3 ფორმატით, ამ ფორმატს და ჩვენს არ მონაწილეობას ამ ფორმატში უნდა ვთქვათ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველო გადასულია რეალური პოლიტიკის რელსებიდან, არც არის პრინციპში გასაკვირი, რომ საქართველო არ მონაწილეობს ესეთი ძალიან სერიოზული რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში. რაც არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე რაღაც სარგებლის მომტანი და ეს საკითხი ჩვენ ალბათ შოთიკო უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში. მე მინდა ჩვენს მაყურებელს და თქვენს გაგახსენოთ, როდესაც შეიქმნა ეს მნიშვნელოვანი ფორმატი ჯერ კიდევ 3 წლის წინ ერდოღანის ინიციატივით და ასევე პრეზიდენტ ალიევის ინიციატივით, მაშინ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინდელი დავით ზალკალიანი მან გააკეთა მაშინ ასეთი განცხადება, აი ციტირებას მოვახდენ, საქართველოსთვის რთული იქნება რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობა, მაგრამ ქვეყანა რაღაც ფორმით წარმოდგენილი უნდა იყოს მსხვილ გეოპოლიტიკურ პროექტებში. ესეთი იყო დავით ზალკალიანის მაშინდელი განცხადება. მე მოვახდინე ზუსტი ციტირება. რაღაცნაირად როგორ შეიძლება იყოს თუ არ ჩავიდე. ხო, აი ეს ახლა მე მგონი დამეთანხმებით გავს ერთ რუსულ გამონათქვამს и хочется и колется რუსები რო ამბობენ, იმიტომ რომ თან ადამიანმა ყოფილმა პირველმა დიპლომატმა ჩვენი ქვეყნის დააფიქსირა რომ მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში მონაწილეობა, თან განაცხადა რომ რთული იქნება. რთული გასაგებია ხა რუსეთთან ურთიერთობა, რუსეთთან მოლაპარაკება, რომ რთულია ეს როგორც 2x2-4-ია, მაგრამ ლევანმაც სწორად აღნიშნა, რომ აგერ აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებსაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვს და არანაკლებ ცუდი ურთიერთობა, ვიდრე ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთეც, ხო, ეს ადამიანები ზიან ძალიან შეიძლება ერთმანეთი გულზე არ ეხატებოდეთ, მაგრამ ზიან ამ ფორმატის ფარგლებში და საუბრობენ ძალიან სერიოზულ საკითხებზე, იმ პროექტებზე, რომლებიც შეიძლება ამ ფორმატის ფარგლებში განხორციელდეს. პირველ რიგში ეს არის ლოჯისტიკური და ეკონომიკური ხასიათის პროექტები და გარდა ამისა, ჩვენ რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ
ესე იგი ტექსტს, რომელიც გამოქვეყნდა ერთგვარი კომუნიკეს სახით ამ მოლაპარაკების თეირანში გამართული ამ ფორმატის მეორე რაუნდის შემდეგ, სადაც აღნიშნულია შავით თეთრზე წერია, რომ ესე იგი აქ უნდა მოხდეს ჯერ ერთი მნიშვნელოვანია აღნიშნულია იქ, რომ მეგობრული ურთიერთობების გააღრმავება ფორმატში მონაწილე სახელმწიფოებს შორის საერთო ინტერესებზე და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, იქ საუბარია იმაზე, ნახავდით ალბათ და იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ხაზი აქვს გასმული იმას, რომ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და სხვათა შორის იქ ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და გაეროს პრინციპებიდან გამომდინარე, გაეროს პრინციპების საფუძვლიდან გამომდინარე, აი ასეთ რეჟიმში უნდა წარიმართოს ურთიერთობა და ურთიერთქმედება ამ 5+1-ს, რომელიც ჯერჯერობით ჩვენი სახელმწიფოს სახით არ მონაწილეობს, მათი მონაწილეობით. და ამ ფონზე, როდესაც ჩვენი სახელმწიფო თავს იკავებს უკვე ზედიზედ მეორედ მოსკოვში არ გაემგზავრნენ, სადაც იყო პირველი რაუნდი საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ჩატარდა მაშინ, ეხლა უკვე ეს სტატუსი უფრო ამაღლდა და უკვე საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ თეირანში 5 ქვეყნის. ამ პირობებში თავის შეკავება და უარის თქმა ამ ფორმატზე არის, არ ვიცი, ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსის გამოხატულებაც არის ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური და არა მხოლოდ დიპლომატიური წრეების მხრიდან. და გარდა ამისა, ეს არის, რა თქმა უნდა, არასწორი ნაბიჯი, ეს არის პრაქტიკულად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, იმიტომ რომ ეხა პირველ შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა, ჩვენი ქვეყნის დროშა მაინც იყო, ხო, იქ წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსდან არავინ არ იყო, მეორე შეხვედრაზე უკვე დროშაც აღარ იყო, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის კარი ამ ფორმატში მონაწილეობისთვის არის ღია, ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. ერთი რამე მინდა, ერთი ასპექტი აი ლევანს ვკითხო. ლევან, ესეთი ამბავი ხო არ გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ თაობაზე შეიძლება ხდებოდეს ჩვენ ბედიღბალზე მოლაპარაკება ამ 5 ქვეყნის მიერ, რომელიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებია და ჩვენ დავზიანდეთ ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ ხარჯზე მოხდეს რაღაც შეთანხმებები ჩვენი პოზიციის გაუთვალისწინებლად და ეს ხო არ გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს დარჩება წაგებული იმით, რომ ის ვერ დაიცავს თავის პოზიციას ესეთ ფორმატში. აუცილებლად ეგრე მოხდება, ბრა. აი თქვათ ჩვენ სამს გვაქვს რაღაც სალაპარაკო, რომელიც სალაპარაკოშიც ჩვენი ინტერესები, ჩემი, შენი და ვასოსი უნდა განვიხილოთ და თქვათ ვასო არ მოვიდა. და მე და შენ დავსხედით, განვიხილეთ, მე რა მაინტერესებს, შენ რა გაინტერესებს, წარმოვიდგინეთ ვასოს ალბათ რა აინტერესებს, რა ეწყინება, რა არ ეწყინება, გესმის? და დაავალაგეთ ერთმანეთში, გადავწყვიტეთ და გავაგრძელეთ მუშაობა. ნუ ვასოს მერე ვეთქვით, ხო? უკეთეს შემთხვევაში ფორმალურად რაღაც შეიძლება გაგვიმართლოს, მაგრამ 10-9 ეს იქნება ვასოსთვის დამაზიანებელი რა. ასეა აქაც, ეხა გუშინ მქონდა შეხვედრა რუსული კონსერვატიული მართლმადიდებლური საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანთან, მის ახალგაზრდულ ფრთასთან. ხო და ეს იყო ჩემი მეორე ლექცია მათთან. დაუმეგობრდი და დავიმეგობრერა მათი უფროსი ხელმძღვანელობა, ეხლა ახალგაზრდებთანაც ვმუშაობ, ვინ რაში, ვის რაში აინტერესებს, ერთი კაცი რას ვაკეთებ აქ, ხო? ხო და ნუ რაღაც თემატიკა იყო, ლექცია წავუკითხე, კითხვა-პასუხი იყო და მე მთხოვეს, რომ აი შაბათ-კვირას შეხვედრა გვაქვსო რუსეთის უახლესი ომების შესახებო რა. რაც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე იყო, ხო და გვინდა რომ 2008 წლის ომზეო თქვენ გაგვიკეთოთ და მოხსენებავდეთ, აქთან ხდებითო და მე ვთხარი ერთი დღე ვიფიქრებ მეთქი და დაგიბრუნდებით მეთქი. ხო და ღამეც ვფიქრობდი, დღეს დილასაც და ვცდილობ რომ დღის ბოლომდე მივიღო ეს გადაწყვეტილება. ეხლა რაზე ვფიქრობ რა? მე თუ არ მივალ, იქ მივა ვიღაცა სხვა და მოყვება.
ამ ამბავს, ამ თემას ჩაიგდებს ხელში, გესმის? მე თუ მივალ, ამასაც თავის მინუსები აქვს, იმიტომ რომ ის პოლიტიკური და იდეოლოგიური კაპიტალი, რაც მე ამ წრეებში დავაგროვე, იქ უნდა დავხარჯო, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები უნდა უთხრა, რაც ამათ წინთ. არ ეს ამოვნებად, ხო? და მე უნდა შევწონო ეს არგებს საქართველოს და ჩვენ საქმეს რუსეთში თუ ავნებს, გესმის? და მე პლუს როგორც 8 შვილის მამამ ზევიდან კიდევ გავთვალო, მე რა მომივა. ეხლა ეს ჩვენი ჩხავანა ლიბერალები ხო აზრზე არ არიან, მე რა საფრთხეებში ვიგდებ თავს, როცა ესეთ დერჟიმორ და მახროვი დერჟავნიკებთან ესეთ რაღაცებს ლაპარაკობ რა. და ეხლა ჩემთვის ეს არის business as usual რა, ჩვეულებრივი დღეა. ეხლა უნდა მივიღო ეს ჩემი მორიგი უმძიმესი გააწყვეტილება, მე უნდა მივიდე ამ დახურულ შეხვედრაზე, თუ გადავწყვეტ რომ მივიდეთ და იმას რა ქვია, გამოვაცალო, ესა რა ქვია, ლიმონკას ეს ბეჭედი და ავაფეთქო იქ რა, თავიც ავიფეთქო და ჩვენი საქმე გავაკეთო. გესმის? და თავარი არგუმენტი, რატო მე ვფიქრობ რომ მაინც დავთანხმდე ამ მორიგ ჩემთვის სახიფათო სიტუაციაზე. იმიტომ რომ ბიჭო არ მისვლით და არ ლაპარაკით ვერ წავიწევთ წინ, გესმის? და ეს ახლა მე ვარ, ხო? ერთი ესა პატრიოტი. და ჩემი არ მონაწილეობაც კი ეგეთ ინტელექტუალურ ფორუმში, რომელიც მე იქ მოვა მე ამ იდეოლოგიურ ფორუმს დაესწრება საგარეო საქმეთა სამინისტრო, იზბორგსკი კლუბი, ვალდაის კლუბი, FSB-შნიკები, გრუშნიკები, SVR-ი, ასე შემდეგ რა, უსერიოზული ხალხი იქნება მოწვეულები. და აბა 2008 წელზე უცებ მე მაგათ ტვინებში უნდა ბზარები გავაჩინო. გესმის, იქ რა მოხდა? გესმის? და მე თუ იქ არ მივალ, კი, ისა მეოცნები თუ ვიქნები, რამე არ მოხდეს, რამე არც უნდა წავიდე. მაგრამ არ წავალ და მივა ვინმე ჩვენი სეპარატისტი და ისეთებს მოყვება, რომ ისა რა ქვია, გადმოატრიალებს ყველაფერს. შესწრებულია ამას ყველა. მაგაში ვართ, მე მაგ გადაკუზულობის და გაბუტულობის მემკვიდრეობას ვებრძვი რა, ამდენი წლის და ორი აზრი არ არის, რომ თუ კი ჩვენ არ ჩავერთვებით ამ ფორმატებში, არაფერს რო არ მოვიგებთ, ეს ფაქტია. და ბევრს რო წავაგებთ, ეგეც ფაქტია. ერთი ის მინდა ბატონ ვასოს კითხო კიდე ეგეთ კითხვა რა, რაც მიჩნდება მე ამისგან. თქვენ ახსენეთ, რომ ამ ფორმატის საწყისში არის დეკლარირებული დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის ცნობა. თუ გინდა ამ ასპექტის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს მართლა ესეა, ხო, ჩვენ ესეთ ფორუმში სადაც ჩვენ დამოუკიდებლობას ის სახელმწიფო ცნობს, რომელმაც ჩვენ ანექსირება მოახდინა ჩვენი ტერიტორიისა, ამის გაღმავებისთვის მაინც უნდა მიიღო, ხო, მონაწილეობა ესეთ ესე იგი შეხვედრაში, ხო? რა თქმა უნდა. როდესაც ასეთი ტექსტი ქვეყნდება ამ მეორე ფორმატის მეორე შეხვედრის შედეგად, რაც თეირანში შედგა, ეს რა თქმა უნდა, როდესაც იქნება და მომავალში მაინც იმედია რომ მივა ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმ დასკვნამდე რომ აუცილებელია ასეთ ფორმატში რაღაც ფორმით მაინც მონაწილეობა, ხო? ნუ ფორმაზე და იქ ვინ წავა კონკრეტულად და ვინ რა მესიჯებს დააჟღერებს, მაგაზე რა თქმა უნდა წინასწარი შეთანხმება უნდა არსებობდეს, მაგრამ ელემენტარულად შეიძლება იქ დაისვას კითხვა, რომ აი ნახეთ ფორმატში მონაწილე სხვა 5 ქვეყნიდან 4 ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მე-5 არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ შედეგად კომუნიკეს შედეგად იქ დაფიქსირებულია, რომ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და ამაზე უკვე სერიოზული საუბარი ადგილზე ამ ფორმატის ფარგლებში. ანუ რუსეთი არ აღიარებს. ხო, რუსეთი არ აღიარებს, მაგრამ მით უმეტეს ბოლო ერთ-ერთ ეთერში ვახსენე კიდეც, რომ იყო ესეთი ისრაელის თავდაცვის მინისტრი თავის დროზე მოშე დაიანი, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები, თუ მშვიდობა გინდა მეგობრებს კი არა მტერს უნდა ესაუბროდა. ამ ფორმატის ფარგლებშიც რახან შენ ამბობ, რომ დეკლარირებულად ეს არის მტერი და ჩვენ მას რაღაცნაირად უნდა მოვარგოთ გასაღები და ამ მტერთან უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, რა თქმა უნდა, ესეთი ფორმატი უნდა გამოიყენო სასაუბროდ, პრინციპულად კეთილგანწყობილად უნდა ესაუბრო კორექტულად და დააფიქსირო შენი კანონიერი პოზიცია იმის შესახებ, რომ შენ გინდა რომ აღადგინო შენი ტერიტორიული მთლიანობა, დააბრუნო დევნილები იქ და რა თქმა უნდა, ამის გაკეთება
რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების გარეშე, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, არის შეუძლებელი. სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს. არ უნდა აირჩიო მართლაც ომის გზა, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის იქნება დამღუპველი. ოსეთზე არა. მოდი. სამაჩაბლო, კი ბატონო. სამხრეთ ოსეთზე არა, სამაჩაბლო. სამაჩაბლო. მე აქ ცოტა გავამწვავებდი ჩვენ სასარგებლოდ და ვიტყოდი ესეთ რაღაცას უკაცრავად რომ გაგაწყვეტიეთ სიტყვა. რუსეთი ირიბად ამ ფორმატში მონაწილეობით აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აი რატომ. თურქეთისთვის, ირანისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის ამ რეგიონში არსებობს 6 ქვეყანა. რუსეთისთვის მათივე თქმით არსებობს 8 ქვეყანა. ეს 6 პლუს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და ეგრეთ წოდებული აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო. დაპატიჟეს რა ის ამ რეგიონალურ ფორმატში და არც თქვა რამ რომ მაინც საკაცო ჩვენ ხო 8 ქვეყანა გვაქვს ამ რეგიონში და დასთანხმდარა რომ ჩვენ 6 ქვეყანა გვაქვს და თქვა კი ბატონო მე ამ ფორმატში მივიღებ მონაწილეობას. მან de facto ირიბად მოაწერა ხელი ეს ერთადერთი შემთხვევაა საერთაშორისო ფორმატში მას შემდეგ რაც მათ ეს უაზრო აღიარება გააკეთეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რუსეთს რომ თავისი ბოლომდე გაეტანა იტყო და არა ძმაო დაამატეთ ის სხვა 2 ქვეყანაც რომელიც ჩვენ ქვეყნებად მიგვაჩნია და მაშინ ჩვენ მიმონაწილეებთ. ხო არ გააკეთეს ეს თქვენ არა ამ რეგიონში არსებობს მხოლოდ საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი და თურქეთი. შეკაცო გამოიყენე რა. ჩადი დაუჯექი მაგიდასთან კაცურად, ვასოს თქვენს არ იყოს ზრდილობიანად, კორექტულად და უთხარი. ჯიგარო ჯან, მომისმინე, აი მეც მართლმადიდებელი ამ 6-ში მარტო მე და შენ ვართ მართლმადიდებლები. შენც მართლმადიდებელი, მერც მართლმადიდებელი. შემოხედე ახლა გრიგორიანელი სომეხიც, შიიტი აზერიც, შიიტი ირანიც, სუნიტი თურქეთიც აღიარებს, რომ ეს არის საქართველო, შენ რა დაგემართა. გესმის? და დაიწყე ამაზე ლაპარაკი. ნაცვლად ამისა შენ იბუტები. იმიტომ რომ აბა იმან უთხრას რა ქვია სლიპი ჯონ, ძინარე ჯონ, ბლინკენმა თვალპაჭუნამ, ჩადით მიიღეთ მონაწილეობა. ხო აი ესე ჩაირბენენ ეგრევე. გესმის? და ჩადი რა კაცი არა ხარ შეკაცო, ჩადი და დაელაპარაკე ამ ხალხს. სავაჭრო ბრუნვაზე 1000 თემა გვაქვს, კორიდორები, ენერგეტიკული, უსაფრთხოება, ტერორიზმი. ვის უნდა ელაპარაკო? კელი დეგნანს მაგებზე? კელი დეგნანი, რასაც გირჩევს თითოეულ მაგ სფეროში, იქნება მავნებელი შენი კოოპერაციისთვის ამ 5 ქვეყანასთან. კელი დეგნანი აღარ აქვს. ვერექეთ უნდა გიხარო. დანიგანი, ხო, რობინ დანიგანი. ლევან, აბსოლუტურად გეთანხმები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ საქმეთა მეოთხე დეპარტამენტი არსებობს ამ სამინისტროში, რომელიც კურირებს 5 ქვეყანას მათი შეფასებით, ხო, მათი თვალსაღიარებისგან გამომდინარე და მათი საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ხედვებიდან გამომდინარე, საქართველოს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს და ამ შემთხვევაში მართლაც სრულად ვეთანხმები ლევანს, რომ ირიბად რუსეთი ამ ფორმატში ასეთი სახით ამ ფორმატის წარმოდგენით და მონაწილეობით აღიარებს ირიბად, მაგრამ მაინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ რომ არანაირი მინიშნება იმაზე, რომ მომავალში შეიძლება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მათ ჩართონ ამ ფორმატში, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები, რასაც ისინი აღიარებენ დეკლარირებულად და საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს დეპარტამენტი შესაბამისად კურირებს მათი წარმოდგენით 5 სახელმწიფოს სამხრეთ კავკასიაში და არა 3-ს, როგორც არის რეალობა და ამ ფორმატიდან გამომდინარეც ასეთი მინიშნებები არ კეთდება და მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა პერსპექტივაში შოთა დამეთანხმები ალბათ და ლევანიც იმის საფრთხე რომ თუკი ჩვენ ესე გავჯიუტდებით და მომავალშიც ესე იგი უარს ვიტყვით ესე თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვან რეგიონული თანამშრომლობის ესეთ მნიშვნელოვან ფორმატში მონაწილეობაზე ეს ფორმატი შეიძლება გადაიქცეს 3+2 ფორმატად ან უფრო უარესი 3+4 ფორმატად მინუს საქართველო პლუს აფხაზეთი და მათი შეფასებით და ლევონმა სწორად შემისწორა სამაჩაბლო ანუ მათი თქმით სამხრეთ ოსეთი ვასო ერთი რამე არის კიდე აქ მე არ მგონია რომ ამ აი ლევანმა ახსენა კარიდორები ჩვენ ტერიტორიაზე ამიერკავკასიის ტერიტორიაზე
არ არსებობს რომ აქ არ იყოს ამ ცნობილ კორიდორზე თურქეთს და ზანგეზურის კორიდორს გულისხმობ ხო საუბარი და ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ეკონომიკა დიდად დაზარალდება თუ ეს გაიხსნა ეს ხაზი და რეალურად ჩვენ არ ვიქენით გათვალისწინებული ამ შემთხვევაში და ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია დაზიანდება და ამ შემთხვევაშიც კი ესე სუფთა რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველოს იქ უნდა იყოს რომ დაიცვას თავის პოზიციები. აუცილებლად. უფრო მეტიც უკვე დავზარალდით, იმიტომ რომ ზანგეზური აუცილებლად გაიხსნება აღიარა რა სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ინტეგრალურ ნაწილად. ეს ახლა დაალაგდება და გამოდის რომ ჩვენი უაზრო ლიბერალური პოლიტიკით, გლობალისტურ პოლიტიკაზე დამორჩილებული ლიბერალური პოლიტიკით ჩვენ მოვახდინეთ ლიკვიდაცია საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობებებისა. ანუ ეს საერთოდ ძალიან უნდა შეეცადო, რომ ღმერთისაგან მოცემული გეოპოლიტიკური პოზიცია გააბათილო შენი სიტყვებით. აი მაგას მივახციეთ ჩვენ. და ჩვენ უკვე გადასულები ვართ რეჟიმში, არაერთი წელია იქ ოქროაშვილის ჭყიპინი იქნებოდა ფეკალიებზე თუ გავუნია ჩხავილი პუტინზე, რომლის შედეგადაც მეორე დღიდან ნახევარი ტურისტული ბიუჯეტი ერევანში დარჩა, როცა გააუქმდა პირდაპირ ფრენები, ხო? ჩვენ ვართ ეკონომიკური ხალხი რო გარბის ევროპაში, რო გაუსაძლეს იმ მდგომარეობა, ფული არავის არაფერზე არ ყოფნის, ბიზნესები გვიკოტრდება, თბილისში გადით ქუჩაში, რა სახეებით დადის ხალხი, როგორი უიმედო და დაღრემილია. იმიტომ რომ პერსპექტივა არ აქვს. ეს არის აი ამ გეოპოლიტიკის შედეგი, რომელიც არის აი ამ ლიბერალური იდეოლოგიის ევროპაში მივდივართ კოლექტიური ილუზიის შედეგი. ახლა გაუნათლებელ ვიღაცა ღამის კლუბში მოძიგძიგე მამათმავალ ნარკომანს, ვერაფერს ვერ აუხსნი, მაგრამ იმასთან შენს ასახსნელად საქმეც არ უნდა გქონდეს. იმას შენ უნდა უთხრა, რაც მეც იძიგძიგებ, მით უფრო მალე მოკლდები საწყალო ბავშვო. თუ არ გადახარ ნორმალური ჯანმრთელი ცხოვრების წესზე. და რა მაქვს მე ხა საერთო სალაპარაკო ნარკობარიგებთან, რომლებიც ხედან პარლამენტში, რომლებიც შეიყვანა იქ ბიძინა ივანიშვილმა. მე ხო არ შევიყვანე. ამიტომ ეხლა ჩვენ ვართ, აი შოთას კომენტარს რომ დაუბრუნდეთ, კი არ იწყება შოთა ძმობილო ეგ, მაგაში ვართ 30 წელია. საქართველოს ხელოვნური ეკონომიკური გაღარიბების პროცესში. რაღაცის სანაცვლოდ რაც არასდროს არ იქნება. მე ახლა იმის გამო რომ მე ახლა ეკონომიკაში ნაკლებად ვერ ყვევი, მაგრამ შენი მეშვეობით და აი ბატონი ვასოს მეშვეობით და ეგეთი ხალხის მეშვეობით, რომელიც მესაქმეც არის და რომელმაც ეს იცის კარგად, მე ეგ სულ მესმის და იმიტომ გკითხეთ, ლევან, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად მე მგონია რომ პრიორიტეტი რა თქმა უნდა პირველ რიგში შენ თქმის არ იყოს, ის არის რომ ზნეობრივ საწყისებზე იყოს კიდე ჩვენი სახელმწიფო აგებული. მაშინ სიკეთეც იქნება. მე როგორც ქრისტიანი ესე უყურებ ამას. და აქედან გამომდინარე ხო? ნარკო დილერების ქვეყანა ვერ იქნება ზნეობრივ და აბორტის ქვეყანა აგებული, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ამას ჩავდებთ, ჩვენ საწყისში ამაზე ავაშენებ ჩვენ ქვეყანას, ხო? მაშინ ყველაფერი დაალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება და ეს ქვეყნები, რომელიც მონაწილეობენ ამ ფორმატში, ესენი საკმაოდ, როგორ ვთქვა რა, საკმაოდ ტრადიციული და ადათის ქვეყნებია. ირანი თავისთავად ის რა ვქვია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება აქ რაღაცა საერთო როგორ ვთქვა, იდეაც გაჩნდეს ესეთი, ვთქვა, აბრამიტული ქვეყნების ერთობისა, ხო? და აქედან გამომდინარე ჩვენი ესეთი ლიბერალურ გარყვნილი ცხოვრების წესი შეიძლება მათთვის მიუღებელიც კი იყოს ჩვენ რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროგრამაში. შეიძლება კი არა მეუღებელია და ის პატრონი, რომელსაც ჩვენ პარტნიორს ვეძახით, აგერ იყო ეხლა წელს მოხდა ომის მერე გაიზარდა თბილისში მანქანების რუსეთში გაყიდვის ბიზნესი და რამოდენიმე მესაქმენ ცოტა ამოისუნთქა რა. ბიჭებს ჩამოყავდათ მანქანები ამერიკიდან, ევროპიდან და რუსეთში ყიდიდნენ. მაგას ქვია ვაჭრობა, ბიზნესი, საბაზრო ეკონომიკა, მაგია, სხვა კი არაფერი.
იყენებ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც შეიქმნა და ქმნი დოვლათს. მაგაში ცუდი არაფერი არ არის. და რა მოხდა, არ გაინტერესებს ამერიკელებმა ქართველებს აუგზავნეს ეგ. და ქართველებმა ბოლო 3 თვეა იგიძულებულები გახდნენ, არ გაინტერესებს ახლა როგორ დაყავთ ქართველებს ისა, რა ქვია, ეს მანქანები რუსეთში? მიხდება რომელი ქვეყნის გავლით? სომხეთის და ყირგიზეთის გავლით. ყაზახეთისაც მათ შორის. გესმის? და ნახევარი დოვლათი, რომელიც ქართველ მესაქმეს ვაჭარს უნდა დარჩენოდა ჯიბეში, რომლითაც მე ის რესტორანს გახსნიდა, მინი წარმოებას გააკეთებდა, მშობლებს დაეხმარებოდა, წავიდა ჯიბეებში სომხებს, ყაზახებს და ყირგიზებს არაფერში. იმიტომ რომ იმათ ვერ უგრძალავენ და ჩვენ გვიგრძალავენ. ჩვენ აგვიწიეს ყური სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომლებმაც თავის დროზე თავიანთი საბანკო სისტემით გააკოტრეს აქ ყველა წარმოება და ხალხი არის გაღატაკებული და იძულებული რომ იმუშაოს იმაში, იტალიაში და ევროპის ქვეყნებში. და ძლივს ცოტა წამოჩით და აი ეგრევე, გესმის? წამოვიდა თუ არა მანქანებით და სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა საქართველოსდან რუსეთზე. ამერიკელებმა აუგზავნეს ეგ ქართველებს. გესმის ეგ რა ხალხია? რა არის ახლა ამერიკელებისთვის ისა სულ $1 მილიარდი იშოვოს საქართველოს იმან ბიზნესმა მაგაზე. არა ფუ, დღეში ხარჯავენ მაგდენს უკრაინაში. უკრაინელი ბიჭების ხოცვაში. არა, სხვათა შორის მაინც აგიგრძალეს. სხვათა შორის ლევან ძალიან საინტერესო რაღაცას მოусმინე მე და ბატონ ვასოსაც ვკითხავ, რომ ეხლა მიდის ესეთი საუბარი იმაზე, რომ ბოდისი სანამ მაგას გააკეთებდი, აი მინდა ეს აზრი დავამთავრო. რა პარტნიორს ვიღაცას რო ეძახი, მეგობარს ვიღაცას რო ეძახი, ის არ უნდა გიძვრებოდეს სულში, ოჯახში და ჯიბეში. ის ვინც ხელს აფათ შენ ცოლ-შვილს როგორ მოელაპარაკო, როგორ გაზარდო, ვინც გაფურთხებს სულში, იმიტომ რომ შენს ეკლესიას შეურაცხოს და კიდე ხელები ჯიბეში გიძვრება და გძარცვავს ელემენტარულად. ის არ არის ძმაო შენი მეგობარი. მოვკვდი მე იმის ძახილით, მიყვარს ამერიკა, მიყვარს მე მიყვარს ის ამერიკა, იქ რო ეგრე, იმას ჰემინგუეის მოთხრობებში. ეს რა საყვარელი ამერიკა ეს სუფთა სატანიზმია, რომელიც პატარა ქვეყანას, რომელიც ამოიდო ერთ ადგილს ქვეშ და ჩაგრავს გაუთავებლად და წყლით და პამპერსებით ეხმარება ომის დროს. როგორც კი რაღაცის შანსი გაუჩნდება, თავისი დაქირავებული თბილისში მამათმავლების ხელით, გესმის? ანადგურებს ამ ქვეყნის ნარჩენებს. ეგ რა მეგობარია, კაცო? სისხლის კიბოზე და ავადმყოფობებზე რო არაფერი ვთქვათ და ლაბორატორიებზე. ამიტომ არ არის ეგ ჩემი მეგობარი. ეგეთი ამერიკა არ არის ჩემი მეგობარი. აი ლევანის ეს აზრი მინდა განვავრცო. ნახე როგორ უდგება აზერბაიჯანი. და არც ეგეთი ბოდიში მეოცნებე მაპატიე ვასო რა და გავჩუმდები. არც ეგეთი მეოცნებე მთავრობა არ არის ჩემი მეგობარი. მაგისთვის მე არ ამირჩევია, რომ ამებს წაუყროს. და ისა რა ქვია იძრომიალოს წინ და უკან გაუთავებლად. საკუთარი ჩრდილის ეშინოდეს და კიდე ჩინელებს აძლევდეს უვიზო მიმოსვლას. ყველაფერს არასწორად აკეთებენ ესენ. ბოდიში ვასო. კი, აი ჩვენგან განსხვავებით როგორ ახდენს აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა პოზიციონირებას მონაწილეობს რა ამ მნიშვნელოვან ფორმატში. ამათ აქვთ ესეთი პოზიცია, რომ საკითხები უნდა წყდებოდეს მეზობლებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში და არა და დასავლეთის მონაწილეობის გარეშე. აი განსხვავება აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხედვებსა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და იგივე დიპლომატიური კორპუსის ხედვებს შორის, როდესაც აქ ვერ წარმოუდგენია თუ რაღაც ერთი ნაბიჯი მაინც საგარეო პოლიტიკური კუთხით გადადგან დასავლეთის თანხმობისა და ნებართვის გარეშე. მაგრამ ბატონო ვასო, ერთი მომენტი სხვა არის. მათი, ესე იგი, ამ ქვეყანაში გავლენა დასავლეთის დაზვერვის და დასავლეთის არის გაცილებით ნაკლები. და ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ესე ვერ ესე იგი დომინირებენ აზერბაიჯანში. ამას წლები დაჭირდა, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრი აგენტურა ჩუმჩუმად ესე იგი გაუშვეს ამ ქვეყნიდან. მე ვიცი, რომ იქ მუშაობდა უსაფრთხოება აზერბაიჯანის და საკმაოდ ესე იგი გაწმინდა თავის ქვეყანა ამ აგენტურისგან და შპიონებისგან, ასე ვთქვათ, ხო? და ჩვენ კიდე გავსებული ვართ, ჩვენთან მთავრობაში არიან სხვა ქვეყნის აგენტურა, პირდაპირ პარლამენტში და იმაში.
ხო, ანუ კითხვა ისმის რა უნდა დაუპირისპიროთ ამას. ხო, აქედან დაძრომა ჩვენი გაცილებით რთულია, ვიდრე აზერბაიჯანმა წლების განმავლობაში მოამზადა ეს თავისი დამოუკიდებელი პოზიცია. ხო, რთულია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ჯერ ერთი პოლიტიკური ნების შესაბამისი გამოვლენა და ისეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოყვანა ქვეყნის სათავეში ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღება პოლიტიკური გარემოსი და შესაბამისი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მოსვლა ქვეყნის მართვის სათავეში, რომ იმ მიზნით, რომ ქვეყანა გადავიდეს რეალური პოლიტიკის რელსებზე და თავი დააღწიოს ამ ლიბერალური დღის წესრიგს, რომლის ფარგლებშიც ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა და ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებებს, თუნდაც 3+3 ფორმატში არ მონაწილეობის შესახებ. ლევან, შენ მილიარდობით დოლარი, რომელიც იმ რუსების, ვინც გამოექცა პუტინს, არ ეთანხმება უკრაინასთან ომს და ეძებს თავშესაფარს. მოაწყდა მათ შორის საქართველოსაც. ხო, ვიცი, 1000 ნაცნობი მყავს, მთხოვს კანონმორჩილი წესიერი რუსი მენეჯერი, ბიზნესმენი მოსკოვში მუშაობდა, ვოლვოში, იმაში, ბანკში იქა, წამოვიდა თბილისში, იმიტომ რომ არ უნდა ამ ომის მონაწილე იყოს, გესმის? და 1000 ნაცნობი მყავს, მირეკავენ, შენი ჭირიმე იქნებ გაგვახსნევიო საბანკო ანგარიში. ორში ერთს, უკეთეს შემთხვევაში არ უხსნიან ანგარიშებს, იმიტომ რომ ქართული ბანკები ამბობენ, რომ ამერიკელები გვიგრძალავენ. ბიჭო, ვინ გეკითხებათ ამ ამერიკელებს? და ქართულ ბანკებს დაგვასანქცირებენ სხვანაირად. გესმის შენ რა დიქტატურაა? ლევან, ქართული ბანკი არის ეს ბანკი მერე? ვისი დამფუძნებელი? თუ არ არის მერე დაახიოს ყურები ეროვნულმა ბანკმა, ასეთ ვითომ ქართულ ბანკს არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს მანქანებით ვაჭრობაზე უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის, კაცო. იქ პირდაპირ მილიარდობით დოლარი უნდა მევრად მეტი ფული უნდა შემოსულიყო თბილისში ამ 2 წლის განმავლობაში, წელიწადნახევრის განმავლობაში, ვიდრე შემოვიდა. და ყველანაირად ბლოკავენ, გესმის? ეს არა ადამიანები ესენი, რომ ეს ისედაც ღარიბი ქვეყანა შავა. იმიტომ რომ ის ფული რო შემოვა მარტო დეპოზიტზე კი არიდება. ის წავა მერე რესტორანში დაიხარჯება, მერე მაღაზიაში დაიხარჯება, მერე მანქანას იყიდის, მერე იმას რა ქვია, ღვინოს იყიდის, მერე შეიძლება რაღაც მინი წარმოება გააკეთოს, რომ აქედან რუსეთში რაღაცა ატაროს, 1000 მილიონი რაღაცა. აი ეგ ყველაფერი დღიდან ამ ავბედითი ომის დაწყებისა, ხო? მე ხო ვაკვირდები, არა? არის როგორი ხელმოწერილი, იცი, ესე წახჩობილი რა. ვისაც უშვებენ, ნუ 10-ში ერთს თუ შეუშვებენ, რა. და ემუქრებიან დაგასან რას და სანქციებს. ბიჭო, ეს ის რუსი არაა, ვინც პუტინს არ დაეთანხმა და გამოიქცა შენ ქვეყანაში, შეშობელძაღლო შენა. და იმასკენი რა გაახსნევი ამუშავე რა. შენივე არა ამერიკელები ეჭვიც არ მეპერება რომ უგრძალავენ, ისინი არიან ტოქსიკური მანიაკები, მაგრამ შენ რა დაგემართა ამისთან? რო იმაში, რა ქვია, საქართველოს სუვერენული სახელმწიფო საბანკო სისტემაში ნაცვლად იმისა, რომ გაბურჯგნულიყო ისევ, რა ქვია, უძვირესი კრედიტების პირობებში უნდა აცხოვრო ქვეყანა, იმიტომ რომ ფული არ ყოფნის ქვეყანას. ეს ოხრად ფული, რო შემოვა, კრედიტი გაიაფტება. ეხლა რა ეებზე ვილაპარაკო, ეს არის ეკონომიკის ცოდნაც არ უნდა ამას. ეს არის ანა-ბანა. რაც მეტია დეპოზიტი საბანკო სისტემაში, მით მეტია ფული, მით უფრო იაფია ფული ქვეყანაში. ნუ რა თუნდა ეხლა ამას ლაპარაკი. მარტო ამ რუსული შემოსული ფულის, პუტინისგან გამოქცეული შემოსული ფულის ხარჯზე, ეხლა თუ არ ვიცი დეპოზიტებზე რამდენი დაიდო, ხო, მაგრამ მე შენ გარანტიას გაძლევ, რომ 10-ჯერ მეტი უნდა დადებულიყო, ხო? საქართველოს საკრედიტო განაკვეთი ჩამოვიდოდა 3-4%-ით დაბლა. რომ არა ამერიკელების მხრიდან აკრძალვა გლობალისტების, რა ამერიკელებს რას ვერჩი. აი თვალებს შუშის თვალებიანი კელი დეგნანისნაირი რობოტების მხრიდან აი ამ დიქტატურაზე და როდემდე ვიყოთ ამ იმაში განახევრდით, გავნარკომანდით, გავირყვენით და გავკაზინოვდით. და ვწყდებით, აი სულ ზღაფავთ, გამოჩნდება ბიჭო აქ მანქანებით ვაჭრობის საშუალება, ამ ანგელოზივით ქვეყანაში დაიწყებენ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები მანქანების ტარებას, ვიმას ჩაუჭრია და წადიო გესმის ყირგიზეთიდან ატარეო. რა უნდა ბიჭო ქართველის ჯიბეში შემოსასვლელ ფულს ვაჭრობაში ყირგიზეთში რატო გაუყოს ნახევრად ყირგიზ ყაზახ ვენაცვალე იმ ყირგიზას იმ ყაზახსაც და აფერუმ რა რომ ისეთი ქვეყნებიათ რომელსაც ვერ უგრძალავენ ესენი და ჩვენ რატო ვართ ყველასთვის დაბალი ღობე და ეს ფარჩაკი ოცნება ბიზნეს თაოსნობით რას მიკეთებს რა
რომ უთხრას რომ ჩამაიღეთ ფეხები ამ მაგიდიდან ამ ქვეყანაში თუ გინდათ არ გაგაბუნძულოთ ახლა აქიდან და ვერაფერს თქვენ ჩვენ ვერ აგვიგრძალოთ ვერც ვაჭრობას ვერც ინდუსტრიას და ვერც დიპლომატიურ ურთიერთობებს იმიტომ რომ ჩვენ დასაბრუნებელი ყავს 400,000 კაცი გესმის და ისა გიჟი თავისუფალია რამას რომ ლაპარაკობდი ოჰოჰო ისა რაინდი კომბლე იმისი ამისი თქვი თუ არა შემოვდივარ პოლიტიკაში თუ კიბოთი გამხარდეს ავა და კი მოვკვდი რვაშვილის მამა და ისა რატო დაიხია თუ კან ვინ დაიხია უკან რასთან გვაქვს საქმე მკვლელობასთან ხო კაცის და ყველა დუმს იქ ჩამოვიდა ეს იმედის ჟურნალისტი ნოესულა პერეცე აიღო ჩემთან ინტერვიუ და ერთი წელი არ დადეს და რომ დადეს ყველაფერი დაჩეხილი იყო რას თქვი იქ ყველაფერი ამოღებული იყო გასული რაღაც მიჭრილი მოჭრილი ძალადობა არა და მიჭრეს მოჭრეს და მე ვთქვი არ გაგაშვებიანებენ ახალგაზრდა კაცო რა რისთვის იღებს საერთოდ ამ ინტერვიუს ჩემთან როგორ რომ მაგას მე ვინ ამიგრძალოთ აჰა გესმის ეგეც მიშა თუ ბიზნა აკონტროლებს ამ იმედს ირაკლისთან ერთად რუხაძესთან და სად არის ეს კაცობა ნარჩენები საერთოდ კაცები სად დაგვეკარგეთ საერთოდ რავა ყველაფრის გეშინიათ და როდემდე რომელ სოროში დაიმალებით რომელ ღობის უკან რომელ იმაში გვიკლავენ ქვეყანას როგორც კი რამე შემთხვევით ჩვენ დამსახურება კი არაფერია იმ ავტომობილების ვაჭრობის მაგალითში ან ამ საბანკო მაგალითში შემთხვევით დუშაში გაგვიგორდა რა როგორც კი წამოვჩიტდებით რამაში ეგრევე თავში ჩაქვიძგვირტყავენ გესმის ეს სტრატეგიული პარტნიორები ხო ამ ნეოკოლონიალიზმიდან განთავისუფლების ჯიში გაწყდა მაგათი რა ლევან ამ ნეოკოლონიალიზმიდან როგორც ჩვენი ჯიშის გაწყვეტას ცდილობენ რა კი ამიდან განთავისუფლების ერთ-ერთი საშუალებაა ზუსტად ესეთ ფორმატებში მონაწილეობა და ჩემი აზრით თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო ვასო ჩვენ გვაქვს პერსპექტივა რომ რაღაცნაირად ამაში მონაწილეობა მივიღოთ თუ ეს იმდენად აკრძალულია ქართულ ოცნებას რომ ამას ვერ გაბედავ თუ კი ქვეყანა გააგრძელებს ამ ვირტუალური საგარეო პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებას, როდესაც ჩვენთვის ნატოს კარი ღია ბრჭყალებში, მაგრამ რეალურად დახურულია და ესეთი კარი, ესეთი ფორმატის კარი, როგორც ლავროვმა თქვა, მართლა ღიაა და ჩვენ არ გვინდა ამაში შევიდეთ. ანუ, როდესაც ქვეყანა არ დგას რეალური პოლიტიკის რელსებზე, თუ კი ესე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ აი ესე ვიქნებით აი ამ დასავლური დიქტატის ქვეშ და შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რაც იქნება ძალიან სამწუხარო და ბოლო-ბოლო აღარც კი ინტერესებს დააზარალებს. ხო, დააზარალებს და აღარც კი აღვიქვამენ მე სერიოზულად და ანუ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, ყველა ხო აი ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ეს რა თქმა უნდა არ წაადგება ჩვენ ქვეყანას და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ აი ამ გაბუტულობისა და აი ამ რაღაცნაირი ძალიან გაურკვეველი პოზის დაკავების გამო. ხო, მე მგონია რომ ჩემი აზრით ეს საკითხი ძალიან დიდია, ძალიან ბევრ ამ ასპექტებს მოიცავს და დღევანდელ დღეს ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ რომ გაგვეშალა ეს საკითხი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ რომ თქვენ იყავით ჩვენი სტუმარი და ხშირად თუ გვეწვევით იქნება კარგი. მადლობთ. ლევან შენ დაემშვიდობა შენს და მე მგონი დავასრულოთ ამით. დიდი მადლობა ვასოს ახლა გულზე ვარ გამსტარი ვფიქრობდი დიღომში საათს იქით ავჭალეს ჩვენი ქარხანა სადაც არის მან და არის ბევრი პროფილაქტიკები რა ხო და ახლა მან ვინ მუშაობს რომელი ქართველი ჯიგარი კაცი ის არ ეყოფოდა რომ ისე გააღატაკეს რომ სოფლის მიტოვება მოუწია ჩამოვიდა თბილისში გესმის და თავისი ხელებით ჯიგრობით შრომით პროფილაქტიკაში მუშაობს და შეულობს თავისი ცოლშვილის სარჩოს და ვაკვირდებოდი გახარებული წელს როგორ დაიწყო გაფურჩქნა ამებმა იმიტომ რომ გაიზარდა მანქანებით ვაჭრობა და ეს სათადარიგო ნაწილებით გესმის ეს ხალხი მონყოჩაღდა ეტყობა რა იქ აული ჩაული ეგრევე ეტყვა ეხა ისევ ჩაიჭუტა ბიჭო აი ამ ჩათალახების გამო გესმის და რა გავაკეთოთ ჩვენ როგორ გამოვიდეთ აი ამ შიშარა მთავრობის და მოჯადოებული ილუზორული წრის იმით ეხა ჩვენ კი გულს ვიფხანთ ამ სტუდიაში მაგრამ აი ეხა გაისად მოვა არცევნები ისევ ან კიბო უნდა დაგვემართოს ან უნდა გაგვიყალბონ ან ფული არასდროს არ გეყოფა რომ ამათ მოერიო გესმის ან ერთს ან მეორეს
და ან იმ ვიღაც ბიჭებს ვინ შენ გვერდში იყვნენ წაიყვანენ და მე შენთან აჩხუბებენ რა გესმის ანუ უფლიდესი უსაზიზღრესი პოლიტიკის ხელში ვართ რა და მე მგონია რომ დროა გამოცხადდეს ერთხელ და საბოლოოდ ეკლესიის ერთგული ეროვნულ გამან იმიტომ რომ მე არ მჯერა ეროვნულ გამან თავისუფლების საქართველოს შემთხვევაში ეკლესიის გარეშე დედა ეკლესიის ერთგული ეროვნულ გამან თავისუფლებელი მოძრაობა რომელიც გახვეტავს აი ამ სანაგვეც მთლიანად და მიუჩენს თავის ადგილს რა კანონის შესაბამისად სხვა გზა ჩვენ არ აქვს რა დიდი მადლობა ლევან და დავამშვიდობოთ მაყურებლებს მადლობა ვასოს და შეხვედრა შოთა მადლობა მადლობა